მე ყველაზე ნაკლებ ყურადღებას მივაქცევდი ზოგადად ღარიბაშვილის кейსს, იმიტომ რომ ისიც მოისმინე რომ ღარიბაშვილი პოლიტპატიმარია და ასე შემდეგ. მაშინ როდესაც ჩვენ ყავს რეალური პოლიტპატიმრები, მე ხშირად ვამბობ პაატა მანჯგალაძეზე, რომელიც ეჭვი მეგონი არავის არ ეპარება, რომ ნამდვილად პოლიტპატიმარია. მაშინ და ხდება ღარიბაშვილის ბოდიში ჟარგონისთვის და შემოტენვა როგორც პოლიტპატიმრად, მაშინ როდესაც ამ კაცს არც განსხვავებული პოლიტიკური მიზნები არ გააჩნია ქართული ოცნებისგან, არც არასდროს არ გააჩნდა. არც რამეს აკრიტიკებს და რამე ისეთი იდეა არ აქვს, რომლის გამოც ის იდევნება, და საერთოდ არც პოლიტიკაში არ არის მისი განცხადებით, მას არც უნდა პოლიტიკა და ჩვეულებრივად მაინც იჭერენ სასამართლოს გამოყენება შურიზიების ინსტრუმენტად, რაც თავისთავად უკანონო პატიმარს ნიშნავს, მაგრამ აი ყველაფერზე პოლიტპატიმრის ძახილი არ შეიძლება ზოგადად. და მე სიმართლე გითხრათ, ყველაზე ნაკლებ დროს დაუთმობდი ქართული ოცნების შიგნით მიმდინარე ასეთ მოვლენებს მინიმუმ მანამ, სანამ ღარიბაშვილი სერიოზულად არ იტყვის რამეს. იმიტომ რომ ის ახლა არ ლაპარაკობს ხალხისთვის, ის ახლა ლაპარაკობს ვითომ ხალხისთვის, მაგრამ ისე ბიძინა ივანიშვილის გასაგებად. და შესაბამისად ჩვენ ახლა გამოდის, რომ სრულ მოლოდინებს, მათ შორის იმ დროს, რომელიც პოლიტპატიმრებს მართლა პოლიტპატიმრებს უნდა მოახმაროთ, ამ დროს ხარჯავთ რაღაცა სხვა თემატიკაში, რომელიც უბრალოდ არაფერ შუაში ფიზიკურად გარდა იმისა, რომ ამით ვიტყვით, რომ კიდევ ერთხელ დადასტუროთ და სასამართლო როგორ ინსტრუმენტალიზებული აქვს ქართულ ოცნებას, რომ პირადი შურიზიების მიზნად იყენებს ამას ბიძინა ივანიშვილი. ახალს მეც ვერაფერს ვერ ვიტყვით, დანარჩენი ღარიბაშვილმა უნდა თქვას, მაგრამ ღარიბაშვილს ამოთხოვა აგერ არის გახარიან ნაპრემიერალი გაქცეული კაცი და ის არის ახის სიმართლეს და ახლა ხვალ მოთხოვო იმას, რა ქვია, ღარიბაშვილს ილაპარაკე სიმართლები, რაც იცი შენ ბიძინა ივანიშვილზე, მეთქი არა, მესმის მისი რომ ის კაცი ჩალიჩობს თავისი და თავის ოჯახის უსაფრთხოებას და ამის განხილვა პოლიტიკურ ბრძოლად უბრალოდ არ შეიძლება. სამართლებრივ ბრძოლას ვაგრძელებო. სასამართლოში შეალოს აზრი არ აქვს, ეს ყველაფერი აბსურდია. რატომ არ აქვს აზრი? პროფილ პრემიერ-მინისტრი, რომლის ხელით ურევია ამ სასამართლოს შექმნაში, რომლის თავრობის და პარლამენტის მიერ არის დანიშნული მოსამართლეთა დიდი ნაწილი. რატომ მიიჩნევს ამას ასე? თუ ამას არ იტყვის, რა ღირებულება აქვს რას ამბობს? რამე სერიოზულია, საინტერესო მართლა რო თქვას, ნებისმიერ შემთხვევაში აფეთქდება ქვეყანა, რამე სერიოზული რო თქვას, მაგრამ ხო გეუბნებით გახარია არ ამბობს და ღარიბაშვილი როგორ იტყვის. მისი მიზანი საერთოდ არის სხვა და ჩვენ ზედმეტ ყურადღებას ვუთმობთ ამ მიზანს და ამ ყურადღებას ვაკლებთ სხვა პოლიტიკურ პროცესებს, იმიტომ რომ ეს პოლიტიკური პროცესი არ არის, ეს არის უბრალოდ კაცი გაუბრაზდა მის თანამშრომელს და დასაჯა ცუდად და ეს კაცი ცდილობს ახლა რომ არა ვარ მე ცუდი თანამშრომელი, ისე ვის ირაკლი ვარ, მივიღეთ უკან შეცდომაში ხარ შეყვანილიო და ეს პოლიტიკური ბრძოლა არ არის არც პოლიტპატიმრობის განმარტებაში, რაც მე ვიცი, ეს არ ჯდება და შესაბამისად, სანამ რამეს არ იტყვის ბატონი ღარიბაშვილი, მე უბრალოდ მიმაჩნია, რომ შიდა აწყენინა ბატონ ბიძინა, შეიძლება პირადად ბოდიშიც კი აქვს მოსახდელი, მე ეს არ ვიცი, მაგრამ თუ ეს პოლიტიკური თემაა, მაშინ პოლიტიკურ თემაში უნდა ითქვას ბევრად უფრო მეტი.